მადლობა ბენც, მოგესალმებით ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. მადლობა. ძალიან დაიძაბა ქვეყანაში წინა საარჩევნო ვითარება, არჩევნებდა ერთი კვირით ადრე, შეიძლება ითქვას ქართული ოცნების და ოპოზიციის დაპირისპირება პიკს მიაღწია, რამდენიმე დღის წინ დმანისის ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობასაც შესახვედრად მისულ ოპოზიციის კანდიდატებს თავს დაესხნენ ქართული ოცნების მომხრეები და ფიზიკურად იძალადეს მათზე. წარმოიდგინეთ ოცნების ერთ-ერთი კანდიდატის შვილმა ოპოზიციის ორი მხარდაჭერი დაჭრა. ქართულმა ოცნებამ ესე თუ გააგრძელა 2 ოქტომბერს საარჩევნო ყუთს ტანკით წაიღებენ და სანგარში დაითვლიან. მე ასე ვფიქრობ. ეხლა თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მართავს ტერორისტული დაჯგუფება ოცნების თალიბანი. ოღონდ იმათგან განსხვავებით ესენი არაფერზე იღებენ პასუხისმგებლობას. მიხვდით რა შეასაქმე? ისინი რაღაცაზე მაინც იღებენ პასუხისმგებლობას. ესენი არაფერზე აბსოლუტურად. ისე პრინციპში რა გინდა? ვითარდებიან ქოცები. ადრე ქვებს და კვერცხებს ისროდნენ, ახლა უკვე იარაღებს იყენებენ. მალე შეიძლება ცეცხლის დანთებაც ისწავლონ და ბორბალიც გამოიგონონ. აი ნელ-ნელა რაღაცა მიდის ხო, რაღაცა ევოლუცია შეუულებრივად ვითარდება. დაპირისპირებამ დედაქალაქშიც გადმოინაცვლა გუშინ ქართველთან შეხვედრისას ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ ირაკლი კობახიძე და ნიკანორ მელია, სადაც მოხდა დაპირისპირება. მოდით გავიხსენოთ ეს ვიდეო. შეგჯერა რომ მართლა დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები? შეხარ უსინდისო. ვითქვაგე უსინდისო ხარ და 2 ოქტომბერს მიიღო შესაბამის პასუხს ბიზნესმენი. მონა შენ ხედავთ, ძვირფასო მეგობრებო, რა ხდება? მელია, მინდა გითხრა რომ ბედზე ხარ გადარჩენილი. კიდევ კარგი ის ქალი დაბალი იყო და ვერ მოგწდა. თორე გამოგაღლიჩავდა კვილებით ყანყრატოს ისეთი იყო. ისე კაჩავდა თვალებს რომ გამკეთებელი იყო ამის. ისე რა ყოჩაღი ქალი იყო, ყოჩახ რა, ყოჩახ ირაკლი, სადიპოვე ეს პირადი მცველი. ისე პროფესიონალურად იცავდა კობახიძეს რომ დავაკვირდი ვიტნი ჰიუსტონივით წყნარი სახე ჰქონდა ირაკლის და ეს ჰქონდა ესე იყო გადაფარებული. ეს რა ვინ იყო ის, რანაირად მიაგნეს ერთმანეთს, რანაირად იპოვეს ერთმანეთს. წინა საარჩევნო დაძაბულობა არა მარტო ქუჩებში, არამედ შენობებზეც იგრძნობა და ჩანს, როგორც ვიცით, ქალაქში გამოჩნდა ახალი სისხლიანი ბანერები. ოღონდ ამჯერად გახარიათი მეტი სისხლით და ნაკლები მაიონეზით. იცით ყველამ ალბათ ეს სისხლიანი ბანერები არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს. ესე იგი, ოცნებამ ყველაფერი უარყოფითი ჩადო ამ ბანერებში. ემოცია უარყოფითია, პოლიტიკოსების სახეებიც უარყოფითი აქვთ დაჭერილი, დარწმუნებული ვარ სისხლიც პირველი უარყოფითია, მაქსიმალურად რომ იმოქმედეს ხალხზე, მიხვდით რა შეასაქმე. სანამ ბანერებზე განთავსებულ პოლიტიკოსებზე გადავალ, ერთი კითხვა მაქვს ქართულ ოცნებასთან. მე რაზე მწყდება იცი გული? ეს გვარამია და ნოდარ მელაძე რომ გამოჭიმეთ ამ ბანერებზე. მე რით ვერ დავიმსახურე ამდენი წლის მერე რომ ერთი ბანერზეც არ გამოგიკრივართ, არც ერთზე. აი ვერ ხვდები. მე ვერ ხვდები. რა აღარ დადგა ჩემი ჯერი თუ რა შეასაქმე? სისხლს თუ არ მიმახატავთ, ერთი ჯამბაზის ქუდი მაინც დავაფარეთ და ეგრე მაინც გამომჭიმეთ ამ ბანერებზე. რა არის კაცო უკვე საკუთარ პროფესიონალიზმში ეჭვმეპარება უკვე. რა ვიცი, ვერ გავიგე რა, ანუ ჩემშია პრობლემა ესე იგი, ხო? ანუ ბრუალ ამნერვიული ხა სხვანაირად არ შეიძლება. ეს სისხლიანი ბანერები ვაქცინაციის პლაკატებზე ზემოდან გადააკრეს, პრინციპში ვაქცინაციის პროპაგანდა რასაჭიროა, მთავარი ხარჩევნების მოგება ახლა და ხა კორონათი ხალხი გაწყდება თუ არა, ეს უკვე ხა მეორე ხარისხოვანი ამბავია. ადამიანს თუ კორონა აქვს, რა მთავრობის პრობლემაა? წავიდეს ღმერთმა უშველოს, მე რა ვიცი. ამხელა არჩევნები არის წინ გადასაგვერებელი, ახლა რა თუნდაც ამდენი ისა. მესმის. რა არის ცხოვრება ისე გიორგია რა? მთავრობაში რო იყავი, შენაკრავდი ამ ბანერებს და რაც წარმოიდგენდი, მაგ პლაკატებში შენ თავსაც თუ ჩასვამდნენ. განა რა დათესე ესეთი გიორგი რომ მოსავალზე იმკი და იმკი არ გაჩერებულა კომბაინი. რა ამბავია რა არის ესე? გახარიას მერტ აგრესიული განცხადებებით, განსაკუთრებით კობახიძე გამოირჩევა, ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა გახარიაზე და მოდი კოკაინში გზეო არ ვილაპარაკოთო. მოკლედ ბოლო დროს კობახიძემ ისე მოუმატა არაადეკვატური ფრაზებს, ნებისმიერი ფრაზის შემდეგ უნდა თქვას ბოდიში ნასვამი ვარ. და ამ შემთხვევაში უკვე ახსნა აქვს ამ წინადადებას და ხვდები რომ ანუ არ ბრაზდები ამ დროს, მიხვდით?
ჟურნალისტმა კითხა პრემიერ-მინისტრი როცა იყო, მაშინაც კოკაინს მოიხმარდაო? კობახიძემ არაო? კოკაინზე გუნდის დატოვების შემდეგ შეჯდაო. არ გატყუეთ, მართლა ესე უთხრა. ანუ პრემიერებიდან რო წავიდა, მაშინ შეჯდა კოკაინზეო. ხო, მთავრობაში არ იყო ნარკომანი და რო წამოვიდა, თურმე მერე დააწყებინა ლომკის კანკალმა. მიხვდით? ახლაც დაუკვირით, აბა რატომ არ აქვს საარჩევნო რეკლამები გახარიას? იმიტომ რომ მთელი რეკლამის თანხები ვენაში გაუშვა. შეიშყაპუნა. აბა თუ გონია რომ ამ ვერსიასაც არ იხილავენ, ძალიან ცდებით. კოცები ყველაფერს იხილავენ, აბსოლუტურად. რასაც ვამბობ ხოლმე, სულ მერე ამბობ, აი მაგალითად გახარიაზე ვთქვი ამასინა თუ ბანერებზე გამოგჭიმავენ ხო და გამოჭიმეს. ანუ ჩემგან რაღაც იღებენ, აღარ ვიტყვი არაფერს. ახლა ნარკომანიის თემა თუ ვერ იმუშავა, კობახიძე აპირებს სახლიდან ამოწეროს გახარია და ფონი ჭალაში ჩაწეროსო პირდაპირ ბარი გაიყოს. კობახიძე მართლა მძიმე შემთხვევაა ძვირფასო მეგობრო, მე ვფიქრობ რომ ირაკლის თმა რო აუწიო, აქვს ფლეშკის შესაერთებელი. ხო, აი ესე თმა რო აუწიო, უკნე ფლეშკის შესაერთებელი აქვს ესეთი პატარა ფლეშკა შეაერთებ და ბიძინა თავისი გემოვნებით ფლეშკიდან ხან უშლის ინფორმაციას, ხან უწერს. მაგრამ თვითონ ფლეშკის მეხსიერებაა პატარა 512 მეგაბაიტია, მეტი არაა. იქაც ერთი სისხლიანი ბანერის ფოტო ეტევა და ერთი მუსიკა, ჩემი საქართველო აქ არის და აი ესე და ხანდახან მოკლედ ძალიან დიდი დაძაბულობაა ქვეყანაში, მაგრამ არაუშავს მთავრობის და ოპოზიციის აი ამ ორი ძალის დაპირისპირებას მესამე ძალა განმუხტავს. ხო, მიცით მესამე ძალა რომელია? აი გიორგი ვაშაძის მესამე ძალა. ეხლა გრიგოლ ვაშაძეს ხო რომ შეუერთდა, დიახაც მესამე ძალა განმუხტავს სიტუაციას. წინა საარჩევნო სლოგანიც როგორი აქვს? ჩვენი ამოცანაა შევცვალოთ ხელისუფლება და არ მიუშვათ სააკაშვილი ხელისუფლებამდე. ანუ ორივე ძალას ებრძვის, იმიტომ რომ ამათ ქვიათ მესამე ძალა. სახელების მრავალფეროვნებით გამოირჩევიან, სხვა სახელების მრავალფეროვნებით გამოირჩევა ზოგადად ეს პარტია. ყველა არჩევნების წინ იცვლიან სახელს. ამ არჩევნებზე თუ არ გაამართლა, მომდევნო არჩევნებისთვის სხვა სახელს დაირქმევენ და ბოლოს გადაკეთებიან და დაირქმევენ ქორეოგრაფიული ანსამბლი ვაშაძეები. არის რაღაცა ბოლო არის, აი ბოლოს ალბათ მან მოსინჯავენ ბეც და ბავშვებს ამეცადინებენ, ალბათ რა ვიცი. გადავიდეთ შემდეგ თემაზე, მოდით მოსმენებზე ვთქვათ ორი სიტყვა, მოკლედ არ ჩერდება სუსის მოსმენების ფაილების გაშიფრვა, როგორც ირკვევა, ყველა ცნობილ ადამიანს უსმენენ და უსმენენ საქართველოში. აი მე მაგალითად თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ Facebook-ზე მყავს 375,000 ლაიქერი, YouTube-ზე 170,000 subscriber-ი და სუში 7 follower-ი. ისიც ვიცი უკვე რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს კი არა, უცხოელ დიპლომატებსაც უსმენდნენ. ამ ფაქტზე კახი კალაძემ განაცხადა, რომ უნდა მოусმინოს იმას, ვინც მოსასმენიაო და თუ საჭიროა, ელჩებსაც უნდა მოусმინოთო. გაიგე, ესე თქვა კალაძემ. აი ეს ზუსტად როგორი ხასიათის ნათქვამია, იცით? აი გადაშენდი აქედან რო თქვა, ზუსტად იმ პათოსის განცხადებაა, უბრალოდ ეს ხომ ახლა მასწავლებელთან დადის და მასწავლებელმა სხვა სიტყვებით ჩაუნაცვლა. თვითონ პედაგოგი ხო ყავს, ამას თვითონ დახვეწილების კურსები ხო აქვს გავლილი კალაძის. ხო დახვეწილების ხო სხვანაირი იყო და ეხლა ხო სხვანაირია, ხო გაიარა ეს დახვეწილების კურსი. სუსის მოსმენებთან დაკავშირებით ყველაზე ორიგინალური განცხადება გააკეთა ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ. იცით ეს დეპუტატი ირაკლი ზარქუა. აი ესეთი რომ დაგუგლავთ, მე ხვდით რომ ეს არის ირაკლი ზარქუა, სხვას არ ერქმევა ეს არის. რომ დაგუგლავთ ირაკლი ზარქუას რო ამოაგდე, აი ეს არის ირაკლი ზარქუა, ესე არის, ესეა. რა პრობლემაა კაცო მოსმენები? მე პირადად გამიხარდებოდა რომ ისმენდნენო. ირაკლი რა მინდა გითხრა იცი? კობახიძე რო ამბობს ესეთ წინადადებებს, თმა უფარავს შუბლს. და შენ კიდე ისეთი ნათელი და მაღალი შუბლი გაქვს, ინტერვიუს მომენტში ზუსტად ჩანს სად როგორ წყდება ძარღვი. და არ გინდა რა თუ ძმახარ, მოერიდე ცოტა ასეთ განცხადებებს. ეს ზარქუა ისეა მონდომებული, 1-2 პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო თავისი ხელით შეიძლება გადაუგზავნოს სუს, ისე უნდა რომ უსმენდნენ, მიხვდით რა შეიძლება. მოსმენების თემით აღშფოთებულია მთელი საქართველო. ერთი ისეთი ადამიანი აღშფოთა, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. აბა თუ გამოიცოთ, ვისი სიტყვებია ეს მახინჯის სისტემა უნდა დაინგრეს. ვისი სიტყვები შეიძლება იყოს? ვერ გამოიცნობთ. დროის მოცემასაც არ აქვს აზრი ძვირფასო მეგობრებო, ეს მახინჯის სისტემა უნდა დაინგრეს. სოსო გოგაშვილი.
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე იძახის სისტემა უნდა დაინგრესო. აი, როგორი ამბავია, იცით, აი ახლა შარლ მიშელი რო გამოვიდეს და თქვას, რომ არ გვინდა ეს გარყვნილი ევროპაო. აი ესეთი შედარებამა გავაკეთე მე პირდაპირ გეუბნები. აი რაღაცა ესეთი სისულელე. მოდი ახლა ამ ძიმე თემის შემდეგ ცოტა გავხიარულდეთ მაშასე სახალისო ამბები რეგიონებიდან. მოდით დავიწყოთ გორიდან. მოდით ნახოთ რა განცხადება გააკეთა მოსახლეობასა შეხვედრისას საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გორში. თალიანად სტალინის ქუჩა გახდება ევროპული. როდესაც პრეზენტაცია ვნახე, რატომღაც გამიჩნდა ეფექტი პარიზის შანზელიზეზე. განაერთ ამბობს შანზელიზეს ძალიან უცნაურად ამბობს. ესე იგი გორში სტალინის ქუჩა დაემსგავსება პარიზის შანზელიზესო. მართალია გორი უნდა დავამსგავსოთ პარიზს, ამბროლა უნდა დავამსგავსოთ დაკარს და მერე ჩავატაროთ რალი პარიზ დაკარი. პორშე კი გყავთ გენაცვალე და რა გენაღლებათ? აი, ხო ხედავ, ჩემი მონოლოგის რომი ხარ შენ, რომი. ყველა გზა შენთან მოდის, იცოდე. სანამ მაგ პორშეთი არ გავისეიდებ, შენი მოსვენება არ იქნება. ჩამოიყვან ერთი შეკაი ადამიანო, შენ მოაგრო ეს ვიკატაო. გადავინაცვლოთ ბათუმში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში პალმის მაგვარი ხელოვნური კუნძულის აშენება დაანონსა. არ მოგესმათ მეგობრებო, ბათუმში უნდა ააშენონ ხელოვნური კუნძული ზღვაში. როგორც დუბაიშია. ძალიან ბევრი დაპირება მიაყარეს ამ არჩევნებზე და ვერაფერმა რო ვერ გაჭრა, ახლა მოიფიქრეს და საქართველოს ადიდებენ. ზომაში ადიდებენ რა. თქვენ შეიძლება გიკვირთ როგორ გააკეთებს ოცნება ასეთ გრანდიოზულ პროექტებსო არინერიულოთ თანხა არის ხომ გახსოვთ ირაკლი ღარიბაშვილმა რომ დაგვაჯერა რომ ევროპას თვითონ უთხრა უარი 75 მილიონიან დახმარებაზე ჩვენი ეკონომიკა ყვავისო და არაფერში არ გვჭირდება ევროპის სესხიო ამ განცხადებიდან ზუსტად 21 დღეში საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ფონდიდან მიიღო 100 მილიონიანი სესხი ანუ 75 მილიონზე უარი ვთქვით და ვიღებთ 100 მილიონიან სესხს. აი ნახეთ, ღარიბაშვილმა ქართული სიბრძნე გაითვალისწინა, ხვდებით? დღევანდელი 75 მილიონიანი კვერცხის ნაცვლად ხვალინდელი 100 მილიონიანი ქათამი აერჩია, მაგრამ ირაკლი, თუ კვერცხსაც გვაძლევდნენ და ქათამსაც გვაძლევდნენ, ამ შემთხვევაში რატო უნდა ვთქვათ უარი კვერცხზე? აღიარეთ, რომ დაგსაჯათ ევროპამ და დაგტოვათ კვერცხების გარეშე. აი ეგ არის ამბავი. მიხვდით? მოდი დაუბრუნდეთ რეგიონებს, სადაც წინასაარჩევნო ოპოზიციას აქტიურობს. ახლა ყოველგვარი შესავლის გარეშე ვნახოთ ვიდეო, რომელშიც გაერთიანებული ოპოზიციის ხობის მერობის კანდიდატი ბესო შენგელია საუბრობს ადგილობრივ პრობლემებზე. გამოხიზდა შეხედეთ, აი ეს მდგომარეობაში მიტოვებული არიან ადამიანები და აი ეს მდგომარეობა არის, აი. აი ეს რამპა ჩავარდა არ ხობის კანდიდატი წყალმა წაიღო და ახლა ფოთში იყრის კეჯს. სხვათა შორის ბესო შენგელია ძალიან კარგი ბიჭია, ამან თუ გამოცურა, მართლა არ არის ცუდი კანდიდატი, სიმართლე გითხრათ, პირდაპირ გეუბნები. სხვათა შორის ბესო შენგელიას 1000 ბრძოლა აქვს გამოვლით, ძვირფასო მეგობრებო, მთელი 9 წელი ბიძინა ივანიშვილა ბრძოლაში გაატარა, იყო ზეწოლებში, ყავდათ რამდენიმე ჯერ დაჭერილი, გადაურჩა სპეცნაზის რეზინის ტყვიებს და რა უცნაურად ვკარგავდით. წარმოიდგინე, ხობის სანიაღვრე სისტემა ისრუტავდა. მიხვდით, აი რა უცნაურად ვკარგავდით ამხელა აქტივის. ფაქტიურად მერობის კანდიდატს ვკარგავდით, სულ რომ არ ცოდნოდა, სიმართლე გითხრათ და გვეყოლებოდა ისტორიაში პირველი მთავრობის უნიათობის მსხვერპლი. ანუ ესეთი აი უნიათობამ რო შთანთქა რა, ესეთი მსხვერპლი იქნებოდა ჩემი აზრით. მონოლოგის ბოლოს მოვიტოვე ყველაზე ორიგინალური თემა. ოპოზიცია მინდა გავაფრთხილო, რომ გამარჯვებისთვის ძალიან დაძაბული ბრძოლა მოუწევთ ფოთში, იმიტომ რომ მთავრობა რამე გრანდიოზულ პროექტებს აკეთებს მაგიტო კი არა, რომელიც ქალაქს ააყვევს და აღორძინებს. არა, ყველაფერი შეიძლება გადაწყვიტოს 40,000 მალარმა, რომლიცაც ქართული ოცნება გეგმავს გოჭების ყიდვას და საარჩევნო უბნებზე დარიგებას. არ მოგესმათ ძვირფასო მეგობრებო, 40,000 ლარის გოჭი, 400 გოჭი ყავთ ნაყიდი. მოკლედ, 2 ოქტომბერი ფოთში არის არჩევნების დღე და გოჭებისთვის ბართლომეს ღამე. მე ვფიქრობ, რომ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია სამეგრელოში გოჭებს წითელ წიგნში შეიყვანს,
როგორც არჩევნების შემდეგ გადაშენების პირას მყოფი სახეობა ქართულ ოცნებას მინდა მივმართო. ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ იცოდეთ. თქვენ გონიათ ასე მარტივად დაარიგებთ გოჭებს და არჩევნებს მოიგებთ? თქვენ გონიათ რომ საარჩევნო კაბინეტში შესული ამომრჩეველი გოჭზე იფიქრებს? თქვენ გონიათ რომ ხალხი გოჭში გაცვლის საკუთარ ხმებს და ნათელ მომავალს? არა, ქართველი ადამიანი არასოდეს გაცვლის საკუთარ არჩევანს გოჭში. ქართველი ხალხი ხომ ბრძენია? ქართველი ხალხი ხომ ბრძენია? ამას რას უშლებით? ქართველ ხალხს რას უშლებით? ჩვენი ქართველი ხალხი ხომ ბრძენია? მაგრამ ტყემლით მაინც სულ სხვა. არა, ტყემლით მაინც სულ სხვა. მე ასე ვფიქრობ, არა. მადლობა, ჩვენ შოუს აბონენტებს.